გასულ წელს საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ზუსტად შეესაბამება მოსკოვის ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში საქართველოზე ისაუბრეს. სენატორმა შაჰინმა რეპრესიულ კანონებსა და დემოკრატიის შესასუსტებლად ოცნების ქმედებებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ დარღვეულია საქართველოს კონსტიტუცია. ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწია 200 მილიარდი ევროს რუსული აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაიყინება. რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული დარჩება მანამ, სანამ ის არ დაასრულებს ომს და არ გადაუხდის უკრაინას კომპენსაციას. 200 რუსი სამხედრო კუპიანსკის ცენტრალურ ნაწილში ალყაშია მოქცეული და რამდენიმე კვირა იქ ვერც დამატებითი ძალები შედიან. უკრაინის ეროვნული გვარდიის სადაზვერვო ბატალიონის შტაბის უფროსი ამბობს, რომ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ლოჯისტიკა მოშალეს და შედეგად ოკუპანტების საკვებს და მედიკამენტებსაც ვეღარ იღებენ. როტაციაზე კი საუბარი ზედმეტია. კუპიანსკში, რომელიც პუტინმა სამჯერ გამოაცხადა აღებულად, გუშინ ზელენსკი ჩავიდა. ტყვეობიდან დაბრუნებულმა რუსმა სამხედრომ თანამებრძოლები დახოცა. 31 წლის სერგეი იაგუშევმა 7 რუსი სამხედრო ლენინგრადის ოლქის ერთ-ერთ სოფელში მოკლა და მიიმალა. იაგუშევს კრიმინალური წარსული აქვს. ის ციხიდან უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ტყვედ ჩავარდა. ირანში ნობელის პრემიის ლაურეატი და ქალთა უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი დააგავეს. ის ქალაქ მაშადში საპროტესტო დემონსტრაციის დროს აიყვანეს. მოჰამადს ნობელის პრემია 2023 წელს მიანიჭეს.